დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24 წლის თავს აღნიშნავს. იუბილეს საზეიმოდ აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე. პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიმართეს. დააჯილდოვეს წარმატებული სამხედროები. მოგვიანებით კი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები შინდისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდნენ და გმირთა მემორიალთან 17 კვიპაროსი გმირების სახელზე დარგეს. თაკო ადვაძე დეტალებით. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად გორის რაიონის სოფელ შინდისში დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები მოინახულა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალის გარშემო გმირების სახელზე 17 ერთეული კვიპაროსი დარგეს. ჩვენ დღეს ჩამოვედით აქ გმირების სახელზე დავდგეთ ხეები და ზოგადად მე მინდა ყველა იმ გმირის ასე ვთქვათ წვლილი აღნიშნო და წვლილს გაუსვა ხაზი საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნაში და გაძლიერებაში, ვინც თავი შესწირა ჩვენ ქვეყანას. ჯარისკაცების მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ გადაიხადა. მინდა უთხრა მადლობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მათი მსახურებისათვის და უსურვო მათ ღვთის შეწევნა, მფარველობა და ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს იმედი მათი რამე თუ ისინი დაიცავენ საქართველოს და ამ დაცვაში არ დაიშურებენ საკუთარ სიცოცხლესაც. მინდა პირველ რიგში შეიარაღებულ ძალებს ჩვენი ქვეყნის ჯარს, სარდლობას, ხელმძღვანელობას მიულოცო დღევანდელი დღე, უსურვო წარმატებები თავიანთ დასახულ ამოცანებში და თავიანთ მიზნებში. ჩვენ ყოველთვის გვეხსოვნება ჩვენი დაღუპული მეომრები და ყოველთვის მივაგებთ მეომრებს პატივს. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე. შინდისში 17 სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის 11 აგვისტოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. ძალიან მადლობელი ვართ, რომ ჩვენი შვილის სახელი არადიული ხსენებაში იქნება. ძალიან გვიჭირს ამ ადგილზე მოსვლა, მაგრამ მითი ვიმედებ თქულს რომ არავის არ ავიწყდა. ყველას მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა და ამდენი წლის მერე რომ ახსოვთ ჩვენი შვილები და მეც მეამაყება რომ ჩემი შვილი რა თქმა უნდა გმირი იყო. ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი და მე დედა ვარ და ეხა შვილი რა თქმა უნდა ძნელია რომ დაკარგავ შვილს, მაგრამ მაინც მეამაყება რომ ჩემი შვილი და ეს ბიჭები ყველანი გმირები იყვნენ და ესე დარჩებიან. ბატონო თავდაცვის მინისტრო, გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის 24 წლისთავთან დაკავშირებით დატყობილია. ბრიგადის გენერალი შურმავა. გამარჯობა ბატონებო. გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის 24 წლისთავს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა შინდისში ჩასვლამდე საქართველოს არმიის 24 წლისთავთან დაკავშირებით გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირად შემადგენლობა სიტყვით მიმართეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, ეს ღირსშესანიშნავი დღე, ეს არის ყველაზე დიდი დღე საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. მინდა გისურვოთ წარმატებები, მინდა გისურვოთ დასახული ამოცანების შესრულებები, მინდა გისურვოთ ღირსეული სამსახური და მინდა ასევე დაგიდასტუროთ ჩემი გვერდში დგომა, ჩემი თანადგომა. კაცი ფასდება არა იმით, თუ როგორ ვარდება, არამედ იმით, თუ როგორ დგება და აგრძელებს გზას. ჩვენ ვდგევართ და მტკიცედ ვაგრძელებთ ჩვენ გზას დასახული მიზნისაკენ და ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. საქართველოში შეიარაღებული ძალების დღე 1991 წლიდან აღინიშნება. მას შემდეგ რაც 24 წლის წინ 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.